მოკლედ, ეხლა რა ხდება? აქ ვარ მე, კატუარი კაც მიღმა, ასე გავცვალოთ როლებია. ეხლა კატუარი ოპერატორი და ვართ ნაფეტრების ცოტა იქით სხალდით და რაღაცებს ვგაცდები, მანდ ვარ ტყეში. სპეციალურად ამოვით იმისთვის, რომ გადავიღოთ ეს სალაშქრო აღჭურვილობის ვიდეო. სანამ დავიწყოთ ამ ვიდეოს, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ 1000-ზე მეტ ადამიანს, რომელმაც გამოიწერა ჩემი არხი და რა თქმა უნდა მომდევნო ვიდეოები ბევრად უფრო საინტერესო და უკეთესი გახდება. დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა გადავიდეთ, ესე იგი, დღევანდელ ვიდეოზე ჩვენ ამოვიტანეთ, ესე იგი, ჩემი პირადი აღჭურვილობა, რაც მაქვს, სალაშქრო აღჭურვილობა და ყველაფერი არ წამომიღია, მაგრამ თავარი ძირითადი ნაწილი აქ არის, აქ ჩანს, როგორც კარავი, შიგნით არის ეს გასაბერი მატრასი, საძილე, ერთი ჩანთა და მეორე ჩანთა ერთიანი ლაშქრობისთვის და ფეხსაცმელები და ბევრი სხვა ნივთი. ეს ვიდეო არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ლაშქრობას და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ლაშქრობენ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ახალი აღმოაჩინონ და საინტერესო ამ ჩემს ნივთებში. ასე რომ ვიტყოდი, რომ ორივე კატეგორიის ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება ეს ვიდეო. ერთს ვიტყვი, სანამ უშუალოდ ნივთებზე გადავალთ, რომ აქ წარმოდგენილი რაც არის 80-90% ამ ნივთების არის საშუალო და კარგი ხარისხის. და ის რაღაცა მინიმალური, მაგალითად ჯოხი ახლა არის დაბალი ხარისხის და უნდა გამოვცვალო შემდეგში. ასე რომ შესაბამისად იმას ნიშნავს ეს, რომ ფასები შეიძლება ზოგიერთი ნივთის ისეთი იყოს, რომ რაღაცა ვიღაცამ უკან დაიხიოს ამის გამო. ამიტომ ეგ არ იყოს ფასის გამო იმის მიზეზი, რომ უარი თქვათ ლაშქრობაზე, აქ რა ნივთებიც არის, მსგავს ყველაფერს ნახავთ სხვა ბრენდის, არაპოპულარული, ასე ვთქვათ, ბრენდი თავის ფასს მატებს, როგორც ყოველთვის, არაპოპულარული ბრენდის, ნახავთ იგივე ხარისხსაც და ასევე მეორადებშიც არის ძალიან კარგი რაღაცეები. ბევრად იაფად. მოდი დავიწყოთ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთებით, რა გვჭირდება სალაშქროდ. პირველი გვჭირდება კარგი ფეხსაცმელი და მეორე გვჭირდება კარგი ზურგჩანთა. იმ შემთხვევაში თუ მივდივართ ერთდღიან ლაშქრობაზე, თუ მივდივართ უკვე 2-3 დღიან ლაშქრობაში, უკვე გვჭირდება აუცილებელი ნივთი არის კარგი კარავი, კარგი საძილე და კარგი მატრასი. მე მაქვს წამოღებული აქვს 3 ფეხსაცმელი და ავიღებ ახლა ჩემ ფავორიტს La Sportiva's Nucleo 2 GTX-ი, ანუ Gore-Tex-ი. არის ძალიან მსუბუქი, ვიბრამის ძირზე, ძალიან გამძლე ფეხსაცმელი არის, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქია, აქვს კოჭის გადაბრუნების საფორთი აქვს. თუ მივდივარ რაღაც 2-3 დღიან ლაშქრობაში, ყოველთვის მაცვია ეს ფეხსაცმელი. ამის ფასი ეკრანზე იქნება და ყველა ნივთის ფასი, რასაც განვიხილოთ, იქნება ეკრანზე და თან დაჯამდება. ეს არის ჩემი მეორე ფავორიტი ფეხსაცმელი. ეს არის Saleo's, რა ქვია, Wildfire Edge არის წესით. არის scrambling-ის ფეხსაცმელი არის იდეაში, ეს Gore-Tex-ი არის, ან scrambling-ი არის აი თვაც საცოცი რო არა, მაგრამ სახოხი რო არის რა, რაღაც 45-იან, 50-იან გრადუსიან დახრაზე რომ მიდიხარ, სადაც ნაშალი მიწა არის, ან კლდე, იმისთვის არის იდეალური ფეხსაცმელი. ანუ ამას ეძახიან approach ფეხსაცმელს. არაფერი ამაზე ცუდი არ მეთქმის. ძირი არ არის ვიბრამის, არის პომოკას ძირი აქვს, თავიანთი სხვანაირი ძირია და ესეც იდეალური არის. შეგიძლია არ იყოს გატარებული აი ამ პატარა რაღაცებში და ჩვეულებრივად შეიკრა ფეხსაცმელი და ლაშქრობისას ძალიან კომფორტულია და როცა უკვე რაღაც სახოხ-საცოც მონაკვეთზე გადადიხარ, გაუყრი ამეებში და შესაბამისად აი ამით იჭიმება ეს უკანა ბაწარი და ქუსლზე ძალიან კარგად გერგება, ანუ ძალიან კომფორტული ხდება ტექნიკურად გამართული ფეხსაცმელი არის მაგ მხრივ. აი ეს კიდევ არის ისევ La Sportiva, ოღონდ ეს არ არის სალაშქრო ფეხსაცმელი, ეს არის trail running-ის, ანუ ბილიკზე სირბილის ფეხსაცმელი, ვარჯიშის დროს ხომ არ ვფხობ ამას როცა დავრბივარ, მაგრამ ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ აი ძალიან რთულია ამის დეფორმირება, ანუ ძალიან ქვებზე და ძალიან წვეტიან ქვებზე სიარულსოს არის იდეალური და ერთდღიან ლაშქრობაში ამას ვიხმარ. კარგი ჩანთა არის ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი, როგორც ფეხსაცმელი, ისევე ჩანთა, აი ეს ორი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დავიტანჯოთ და ვისიამოვნოთ ლაშქრობით. ეს არის Saleo's TrekMate, არის 65 ლიტრს პლუს 5 ლიტრი, ანუ ეს თავი ეზრდება და კიდე 5 ლიტრი გემატება
არის ძალიან ლამაზი, მე მომწონს ძალიან. ზურგი აქვს ძალიან კომფორტული. ეს გვერდითა დამხმარე პადებიც არის ძალიან რბილი და ძალიან კარგად არის ამ მენჯებზე. და რავი, აი ადამიანმა ჩემი აზრით მინიმუმ ეს ჩანთა უნდა კონდეს მოლაშქრეს. ამ ჩანთაში არის ასევე სალევას 2 ლიტრიანი წყლის რეზერვუარი. ანუ შიგნით არის ეს კედელზე აქვს ჯიბე, სადაც აქ წყალს ავსებ. ამას დებ შიგნით და აქედან მე ასეთი მილით გამოსული არის ეს 2 ლიტრი წყალი. ამ წყლის რეზერვუარსაც ზოგადად ურჩევ ადამიანს, მაგრამ არ არის აუცილებელი. შემდეგი ნივთი არის ისევ ჩანთა. ოღონდ ეს ჩანთა არის 20 ლიტრიანი და არის ერთდღიანი ლაშქრობისთვის, ჰაიკი რასაც ქვია რეალურად. ტრეკინგი არის მრავალდღიანი ლაშქრობა, ჰაიკი არის ერთდღიანი გასვლა. ერთდღიანი გასვლისთვის არის ეს ჩანთა, არის მამუტის ბრენდის ლითიუმი ქვია ამ მოდელს. ძალიან კმაყოფილი ვარ ამითაც, ესეც ძალიან მომწონს ვიზუალურად, ძალიან ლამაზია. აქვს აქ ერთი ჯიბე, აქეთ აქვს თავარი განყოფილება, ამასაც ასევე წყლის რეზერვუარის ჩასადები აქვს, ამიტომ ესე იგი სალევას შეგვიძლია ამაშიც ჩავდოთ, გამოიყვან ისევ აქეთ და აქვს თავის საწვიმარი. შემდეგი და ყველაზე დიდი ნივთი, რაც მაქვს, არის აი ეს კარავი. ესეც სალევას კარავი არის. დენალი 3 არის ეს მოდელი. და მე ძალიან თავის დროზე ძალიან მინდოდა რომ ჩემ კარავში ყოფილიყო რაღაც დიდი სივრცე და ეს კარავი სამკაციანი კარავი რეალურად ვიყიდე იმის რომ 2 კაცს კომფორტულად დაგვეზინა შიგნით, მაგრამ რაც დრო გავიდო, რაც გამოსლება მივიღე, მივხვდი რომ პირიქით უნდა იყოს კარავი კომპაქტური, სუბუქი და 2 კაცი მაინც კარგად დაეტევით შიგნით. მაგრამ ამ კარავს არაფერი წუნი არ აქვს, გარდა იმისა, რომ არის სამკაციანი და ეს წუნი არ არის, უბრალოდ ჩემი არაკომპეტენტური გამოცდილების ბრალი იყო თავიდან რომ ეს ვიყიდე. ერთადერთი რაც შემიძლია კიდევ თქვა ამ კარავზე არის ის, რომ არის ძალიან ბადე შიგნით, ანუ საერთოდ არც ერთი მხარე არ აქვს დაფარული და ყველა არის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ბადე. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან რთულია საქართველოში მაღალ სიმაღლეებზე, აი მაგალითად 3000-ის ზევით ამ კარვის ხმარება, იმიტომ რომ ძალიან ცივა. 3000 მეტრის მაღლა ბევრი ადამიანი არც დადის სალაშქროდ, მაგრამ ეს ბადეებიც იმიტომ აქვს, რომ არ აკუმულირდეს კონდენსატი და მე ღამე არ გეწვეთებოდეს თავზე და შიგნით რაღაცები არ დაჟანგდეს. თუ გაქვთ რაღაც დანა, რაღაც მასეთი რკინის ნივთები. სხვა მხრივ სავენტილაციოები აქვს, 2 კარი აქვს, ამის 2 კაციან მოდელსაც 2 კარი აქვს, ქაშიც კარგი გამძლე იყო, ყინვაში ცივა შიგნით და წვიმაში წყალი საერთოდ არ ჩამოსულა შიგნით. აი ეს საძილე, რომელიც არის რეგატასი, კომფორტული რეინჯი აქვს, მე მგონი +1-დან -3-მდე და ექსტრემი აქვს -17, მე მგონი თუ არ მახსოვს. ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ის არის სუბუქი ან რა, მაგრამ არც ძალიან მძიმე არ არის. ყოველ შემთხვევაში ამაში ამ საძილეში მე არ შემცირებია არასდროს. და გვაქვს ქვევით მე და კატოს გვაქვს ნაყიდი 2 კაციანი მატრასი, რომელიც არის აი ამ ბრენდის. და ეს მატრასი არის ძალიან დიდი კოეფიციენტი აქვს ყინვა სიცივე გამძლეობის. R value რაც არის, მაგით ისაზღვრება მისი სიცივმედეგობა და არის მე მგონი R4 რეიტინგის, რაც ძალიან მაღალი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარავში როცა ხარ, ქვევიდან არ შემოგივიდეს, მიწიდან არ შემოგივიდეს სიცივე, იმიტომ რომ მიწიდან შემოსული სიცივე ბევრად უფრო შემაწუხებელი არის, ვიდრე გარედან რომ რაღაცა გიბერავს. ეს არის ასევე ზოგ კარავს მოყვება, სალევას არ მოყვებოდა. ეს არის კარვის ქვეშსაგები, რომელიც იცავს კარვის ძირს, რომ არ გაიფხაჭოს, არ გაიხეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით აუცილებელი ნივთი არის. კარავი ძალიან ძვირფასია და მის დაზიანება არავის არ გვინდა, ამიტომ ეს გამოვიწერე და ყოველთვის ხმარობ, როცა კარავს შლი, პირველ რიგში ამას ვაფენ და მე ვშლი კარავს ხოლმე. შემდეგი ნივთი არის ისევ მატრასი, არის ერთკაციანი, რეგატასი არის ძალიან ჩემი აზრით
საკმაოდ დიდი არის ერთკაციანი მატრაცისთვის, დაკეცილ მდგომარეობაში. არც ძალიან რბილი არ არის და საერთოდ არ არის სიცივე გამძლე. ამიტომ ეს რაღაც ზაფხულის აი 2000 ქვევით 2000 მეტრის ქვევით სიმაღლეებზე გამოგადგებთ, მაგრამ მაგისევით საკმაოდ შეგაწუხებთ სიცივე. მომდევნო ნივთი არის ისევ საძილე და ეს არის ზაფხულის ესეც 2000-ის ქვევით კომფორტულად რო იგზნო თავი, ასეთი საძილე არის ძალიან მსუბუქი, 600 გრამია თუ 700. ესე იგი კომფორტი აქვს 15 გრადუსი, 6 გრადუსი აქვს ლიმიტი და ექსტრემი აქვს -6. ანუ ექსტრემში არასდროს არ უნდა ვიყოთ. მაქსიმუმ არის ლიმიტი. ჩვენი საზომი, ან ლიმიტზე უკვე საკმაოდ გცივა და გაკანკალებს, მაგრამ ძილი ასეთ ვისე შესაძლებელია და ექსტრემი არის უბრალოდ ის ტემპერატურა, სადაც ამაში რო იყო გადაგარჩენს, მაგრამ შეიძლება ფეხი მოვაჭრა. შემდეგი არის აი ეს ბალიში არის რეალურად გასაბერი. არის ძალიან პატარა შეკვაში, მაგრამ საკმაოდ დიდი ზომის არის, როცა იბერება. აუცილებელი არ არის რომ ეს გქონდეთ. შეგიძლიათ ტანსაცმელი ან ჩანთა ან რაღაცა ამოვიდოთ თავქვეშ, მაგრამ აი თუ ცივა და ის ტანსაცმელი უკვე გაცვიათ შიგნით, მერე ალბათ იფიქრებდით რომ რა კაი იქნებოდა ეს გქონოდაო. რომელ ჩანთასაც არ მოყვება საწვიმარი, ეს არის აუცილებელი ნივთი ჩანთისთვის. არის ძალიან უბრალო ჩანთის საწვიმარი, ლიტრების მიხედვით იყიდება, რა ზომა ჩანთაც გაქვთ, იმის მიხედვით იყიდება საწვიმრებიც. ამ სალევას ჩანთას აქვს საწვიმარი თავისი, იმ მამუტის ჩანთასაც აქვს თავისი საწვიმარი. ეს ვიყიდე იმ დროს, როცა არ მქონდა ეს ჩანთა და შესაბამისად იმ ჩანთას არ მოყვებოდა საწვიმარი. თუ თქვენ ჩანთას არ აქვს საწვიმარი, აუცილებელი ნივთია ჩანთისთვის. შემდეგი, რადგან წვიმაზე საუბრობთ, ეს არის საწვიმარი ზედატანის, ეს არის ქვედატანის საწვიმარი. ქვედატანი იცი რას ნიშნავს? კი. აი მაგის საწვიმარია ეს. აი ამას გაჩვენებთ როგორი არის. არის ძალიან უბრალო საწვიმარი, რომელსაც არც ისე კარგად არ სუნთქავს და ჩაიხუთებით. ჯიბეების მარტო 2 ჯიბე აქვს, არის ძალიან მსუბუქი და ძალიან კომპაქტური. ცოტა ხანში გაჩვენებთ ამის კარგ ვარიანტს. ესეც არის იგივე ბრენდის რაც წინა, რეგატასი არის, ძალიან იაფიანი არის საწვიმარი შარვალი, ასე ვთქვათ. ჩვეულებრივ სალაშქრო შარვალზე უნდა ამოიცვა ზევიდან და არის ესე ძალიან კომპაქტური. ჯიბები არა აქვს, იმიტომ რომ ჯიბეში რო შეყობ ხელს, ღია არის ჯიბე და ამ ჯიბეში გამოდიხარ რეალურად. რა თქმა უნდა, ვერც ეს ვერ სუნთქავს. ახლა განახებთ რა არის კარგი საწვიმარი. აი ეს, აი როგორც მაგალითად სალევა, მარმუტი, ლასპორტივა, ესენი იყო რაღაც ტოპ ბრენდები. ეს არის საშუალო დონის ბრენდი, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის საწვიმარი არის. იმათგან განსხვავებით წონაში უფრო მეტი არის, მაგრამ აქვს 1 ჯიბე, 2 ჯიბე, 3 შიგნით აქვს მეოთხე კაპიშონი აქვს, რომელიც იკეცება, რომელიც ძალიან კარგად გეფარება წინ, სუნთქავს კიდევაც და არ ატარებს წყალს საერთოდ. მეზარება ამის გახდა და მეც მევა ცოტა ხანი. ძალიან მნიშვნელოვანი შარვლები. შარვალი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, თხელი, სუნთქავდეს და ელასტიური, რადგან ფეხის რაღაც გაწელები გამოწელები გიწევს არ გაიხის. აი ეს შარვალი დინაფიტის, რომელიც არის იდეალურად სუნთქავს და ძალიან ელასტიური არის და საერთოდ არ ვიცი, ჩემი საყვარელი შარვალია სალაშქრო შარვალებს შორის. ეს არის მამუტის მსგავსი ანალოგიური ხარისხის მამუტის შარვალი. ესე ძალიან წელვადი არის. უბრალოდ ამას აღმოუჩნია ერთი მინუსი. მინუსი აღმოჩნია ის, რომ შიგნითა ჯიბე არ ვიცი რატომ ბევრი შარვალი მქონია, რომელსაც ასეთი ბადი ჯიბე აქვს. ტელეფონი როცა მიდევს ამ ჯიბეში, ფეხზე ძალიან უხეში ხდება ეს კონტაქტი და ფაქტიურად კანს მათლის ფეხიდან. ორჯერ დამემართა უკვე ასე და ტელეფონი ვერ ჩავიდო ჯიბეში და კარგი შარვალია თქვა, მე მგონი არ არის სწორი. მაგ ხრივ ძალიან დისკომფორტი მაქვს და ხო არ ვიცი რატო ხდება არც ეს შარვალზე მსგავსი არ მომსვლია. შეიძლება მე მაქვს რავი მასეთი სენსიტიური კანი ალბათ არ ვიცი. ჯერ გარეთა ლეიერი, მე შიდა ლეიერი, უკვე შიდა ლეიერი არის, გარეთ არის საწვიმარი, შიდა არის უკვე ფლისი. მაგალითად ეს DR2-ის ფლისი არის. ძალიან კარგი ხარისხისა, თბილია. უწევ რეკომენდაციას, ლამაზიც არის ტანზე. არსებობს უფრო ასეთი ვარიანტი ვითომ ფლის
მაისურია, მაგრამ თლათ ვითომ ფლისია, ანუ რაღაცა ნაჯვარია, გარედან მაისურია, შიგნიდან ფლისია. აქვს ასეთი დეტალები და როცა აქტიური ხარ, ძალიან თბილად ხარ მოკლედ თამაში. ეს არის რეგატას. მოკლედ ფლისები მაქვს რამდენიმე, ალბათ 1, 5, 6 და ხან რომელი და მაქვს ხან რომელი, უბრალოდ იმის თემა არის რა, ვიზუალურად რომელი მოგწონს, თორე ყველა ერთნაირი დონის არის. ვყიდულ ხოლმე რეგატას ფლისებს ძირითადად. და ეხლა კიდე ჩავიდეთ ერთი ფენით ქვევით base layer-ებზე. Base layer-ები არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი layer-ებს შორის. იმიტომ რომ არის პირდაპირ უშუალოდ შენ კანთან აქვს კონტაქტი. ამიტომ base layer-ი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ეს სინესტე და სიოფლე გამოაქვს გარეთ და არ ჟღინთავს თვითონ ნაჭერს ამ სისველით. იმიტომ რომ როცა სველდება, როგორც კი გაჩერდები, ეგრევე სველის გეხება ტანზე, ეგრევე გცივდება. ამიტომ base layers უნდა ქონდეს ეს თვისება და ყველაზე კარგად ამას აკეთებს ცხვრის მატყლისგან დამზადებული, ანუ შალის merino wool-ს ეძახიან, ასეთი base layer-ები. საკმაოდ ძვირი არის, მაგრამ ამაზე კარგი ალბათ არ არის, არაფერი. მაქვს ასეთი სალევას base layer-ი, რომელიც აუცილებლად ტანზე უნდა იყოს ძალიან მომდგარი, არ უნდა იყოს ეს როგორც მაისური, ასე რაღაც თავისუფალი და აქტივობის დროს საკმაოდ თბება, ეს ოფლი და სინესტე გარეთ გააქვს და ძალიან მარტივად შრება. ნუ არსებობს მძიმე სქელი ფაქტორისგან დამზადებული medium weight და light weight base layer-ები. ეს არის საშუალო base layer-ი, ანუ საკმაოდ თბილი არის და მაქვს ასევე დინაფიტის ასეთი სკიტურის რეალურად თხილამური ლაშქრობის base layer-ი, ესეც ასევე არის შალი, არის უფრო თხელი. ამასაც ხმარობ ხოლმე ლაშქრობაში, თუ მივდივარ ის ადგილას, სადაც ვიცი, რომ ძალიან სიცივე არ იქნება. როცა ზამთარში დავდივარ ლაშქრობაში, ხმარობ ასეთი რეიტუზი base layer-ები არის, ესეც შალის არის, ესეც სალევასი არის და მოძრაობის დროს თუ გაცვია ეს და ზედა base layer-ი ხარ ძალიან თბილად. ასევე მაცვია ესენი ღამე როცა მძინავს საძილე ტომარაში და არ ვიცი, დისკომფორტი საერთოდ არ მქონია ჯერჯერობით. გადავიდეთ, რადგან შალის გარშემო უტრიალებთ. ეს არის წამოვიღე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. ეს არის შალის წინდები. ამას სპეციალურად ვიწერ, იმიტომ საქართველოში არ მინახავს ეს ბრენდი. Darn Tough ქვია ამ ბრენდს. შალის წინდა არის, რომელიც მაქვს, ესე იგი, ეს ორი არის light weight-ი, სუბუქი და ეს არის medium weight-ი. აქვთ ასევე heavy weight-ი, ანუ ძალიან ყიანი მწვერვალებზე რო ადიან და რაღაცა ის მაგისტრის არ უკვე ძალიან სქელი არის და რაღაც. აი ძალიან გამძლე წინდები არის. და ფერებით ძალიან მომწონს, როგორც არის. როცა მივდივარ რაღაც ერთდღიან ლაშქრობაში, ყოველთვის მიმაქვს ხოლმე ორი წყვილი წინდა. როცა უკვე მივდივარ რამდენიმე დღიან ლაშქრობაში, 3 დამაქვს ყოველთვის. დამატებითი სითბოსთვის მაქვს ყოველთვის ხელთათმანი. კარგი იქნება თუ გექნებათ შიდა ხელთათმანიც, ანუ თხელი შალის ხელთათმანი და ბაფი, რომელსაც გარდა იმისა, რომ კეპი მაქვს და კისერს ვიფარავთ, რომ არ დამეწვეს. არის ღამე ძალიან გამოსადეგი ნივთი, იმიტომ რომ სახეზე ყოველთვის გცივა და შეგიძლია ცხვირამდე აიწიო და გზინავს მერე ბედნიერად ლამასიზმებს ნახულობ. როგორ გჭამს დათვი. ეს არის დინაფიტის სალაშქრო მაისური, არ არის შალი, არის სინთეტიკური. ძალიან გრილი არის, კომფორტული არის, საკმაოდ მომჯდარი არის მკლავებზე, მაგრამ არ გიშლის არაფერში. ყოველთვის მე ხმარობ ხოლმე გრძელ სახელოებიან სალაშქრო მაისურებს, იმიტომ რომ წერებისგან მიცავს, ასევე ხმარობ გრძელ, ანუ ტოტებიან შარვალს, შორტით არ დავდივარ ხოლმე ლაშქრობაში. ზუსტად წერების გამო და ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ტკიპებზე. ერთ წელში ორჯერ მიკმინა ტკიპამ და ერთხელ მყავდა აღმოვიჩინე კისერზე მეჯდა და ტკიპები არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ გადააქვთ უამრავი დაავადება და ვაპირებ რომ გამოვიწერო ასეთი ანტიტკიპინი, რომელიც არის სპრეისავით, სადაც exposed, ანუ ადგილები, რომელიც დაფარული არ გაქვთ ასასვლით, იქ წაისმევთ და ეს ტკიპა აღარ გიქმნით.
ეს არის ესე იგი ფეხზე კეთდება. ასეთი ვარიანტი არის. ფეხზე იკვრება, ეს ქვევით ედება ამაში და იცავს თოვლისგან და სველი ბალახისგან. ზაფხულში იშვიათად მიხმარია, მიქონია გამოცდილება, სადაც კარგი ამინდია, მზე არის და მაღალ ბალახში დადიხარ და უსვათ აღმოაჩინო ფეხსმელი დამისველდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცვა გორტექსიანი ფეხსმელი. ანუ თუ გაქვს ეს ადგილი ასეთი ღია, წინდა სველდება სველ ბალახში და წინდიდან ჩადის უკვე ფეხსმელში ეს წვიმა. ამიტომ ეს წყალი. ამიტომ ეს გიცავს ზუსტად მაგისგან, რომ არ დაგისველდეს ეს ადგილები. თუ ეს იმ შემთხვევაში თუ გაცვია, აი როგორც ეს სალევა არის, ასეთი მოკლყელიანი ფეხსაცმელი. თუ გაცვია ლასპორტივა, იმაზე ეს არ გჭირდება ამის გაკეთება. შემდეგი ნივთი არის ეს trekking poles, რაც ქვია, ანუ სალაშქრო ჯოხები. ეს არის ძალიან ყველაზე იაფიანი. ხო, ყველაზე იაფიანი ნივთი, რაც მაქვს მე მგონი. ჩემს აღჭურვილობაში. ამის გამოსვლას ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მოსაკიდებელი არის ეს ხელის და როცა ამაში გაქვს ამ თოქში გაბმული, აი ეს ნახეთ როგორ არის, ძალიან მტკივნეული არის. მაგრამ სხვა მხრივ არაფერი ის ტექნიკური რაღაცა წუნი არ დამართნია ამ ბოლო 3 წლის მანძილზე, რაც ეს მაქვს. მოდი ახლა გადავიდეთ სამზარეულოზე. მაქვს ასეთი ქვაბის კომპლექტი, 4 ცალი მოყვებოდა მე მგონი. საკმაოდ არაფრით გამორჩეული, არსებობს ბევრად კარგი ქვაბები, რომელსაც მაგალითად თავსახურიც კარგად ეფარება, ამას მეორე ქვაბი უნდა დააფარო. და რომელსაც ძირს აქვს ეს რადიატორი, რომელიც სითბოს უფრო აძლიერებს და შესაბამისად უფრო მალე დუღდება შიგნით წყალი. ამას არ გაუწევდი რეკომენდაციას. ეს არის ჭიქა. აი ეს. ასე ჩაწევ და გამოდის ჭიქა. აი ნივთები უნდა იყოს სალაშქრო აი ასეთი კომპაქტური და ფუნქციური. ეს არის შემდეგ კომპაქტური ნივთი ჩოუზი. ანუ ჩანგალიც არის, კოუზიც არის. კარაქის დანაც არის. კარაქის დანაც არის. და არა მარტო კარაქის გაჭირს რაღაცეებსაც. აჰა. ამას ახლა არ გავხსნი, მაგრამ არის სამკუთხედი ჯამი. რომელიც ხო არის კომპაქტური, შიგნით არის ამაში კიდე რამე. არა, მაგაში ვდებ ხოლმე გაზის თავს. აჰა. აიტევა პირდაპირ, რო არ დაიკარგოს სივრცე ზურგჩანთაში. აი ეგიდება იმაში. ეს არის გაზქურა. თან დაცულად არის მე ეგ. ხო. ძალიან კარგი დასადგამები აქვს, კომპაქტური არის ძალიან. არ არის ასეთ რაღაც ასაწყობი და რო გრძელდება და რაღაცა მიწაზე იდება. ამას აერთებ გაზის ბალონზე და შემდეგ შენი მუცელი ერთად ელოდებით შემდეგ სასწაულს. შემდეგი აუცილებელი ნივთი არის ფანარი. ეს არის ასეთი ვერ დავიმახსოვრე ამ ბრენდს რა ქვია, პეცლ აწერია. როგორ პეცლს ეძახიან. როგორ? პეცლ. პეცლის? პეცლ. მე მგონი ხო რავი ახლა. რაღაც მოკლედ პეცლს თავფანარი არის. ანუ თავზე იკეთებ. არის 350 ლუმენი, როგორც მახსოვს, აქვს 3 ნათების დონე. ეს არის პირველი ნათება, ეს არის მეორე ნათება, ეს არის მესამე ნათება და აქვს ასევე რო ჩართავ, რო დააწვევი, აქვს წითელი ნათება და წითელი ციმციმა ნათება. აი ეს ყვითელი გიჩვენებს ბატარეის დონეს. აი აქ რო ყვითელი არის, მწვანე ყვითელი და წითელი დონეები აქვს. ასევე შეგიძლია დალოქო, დიდხანს თუ დააწვევი. ეს წითელი რო აინთება ბევრჯერ, იმას ნიშნავს, რომ თითი მიგეჭირა ან ჩანთაში რამე მოხდა, არ ჩაირთვება. აი რომ დააჭერ ჩართვას, ასე ციმციმებს უბრალოდ და არ ირთვება. ამას რა აქვს ძალიან კარგი, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი ნათება აქვს. აქვს ასეთი პატარა ტომარა, ასე კრავ ხოლმე ამაში, ვანთებ შიგნით და კარავში ეს რო გიკიდია, არის უკვე საკმაოდ კარგი განათების ნათურა. რაც ბოლოსკენ მოვიტოვე არის სამედიცინო დახმარების პაკეტი და თავდაცვის საშუალებები. დავიწყოთ ახლა სამედიცინოთი. ასეთი პირველი დახმარების პატარა ჩანთა მაქვს გამოწერილი, სადაც ბევრი რაღაცა იდო და მე რაღაცები ამოვიღე აქედან, რომ უფრო მსუბუქი გამხდარა. ბევრი იდო რა, ანუ ბევრი ერთნაირი რაღაცეები იდო. არის მოკლედ როგორც ელასტიური სახოვები, არის ბინტი, არის მაკრატელი, პინცეტი, ეს ქინძის თავები არის, რომ დაიმაგრო სახოვები, აქვს ეს ეგრეთ წოდებული იზოლენტა. ასევე არის დამწრობის საწინააღმდეგო გელი,
არის ანტიალერგიული რაღაცა, არ ვიცი რა, იმიტომ არ მიხმარია ჯერ. საჭირო რამე არის ყოველთვის თან დამაქვს, ჩემ წამლებსაც აკვდებ, მაგალითად თავის წყლის წამალი, ყველაფერს ამ ტაბლეტებს რაღაცებს ამაში ვინახავ ხოლმე და ეს ყოველთვის თან დამაქვს, აუცილებელი არის ჩემი აზრით. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ ეს არ დააქვთ. ასევე გამოწერილი მაქვს აი ეს LMNT არის ასეთი კომპანია, რომელიც უშვებს ელექტროლიტებს და ისევ და ისევ კვლავ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ელექტროლიტებს არ ხმარობს. ჩემი აზრით ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როცა ლაშქრობ და ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს კარგავ რას, ხო? ანუ მარილებს ძირითადად პოტაზიუმი არის, ამაში მაგნეზიუმი არის, სოდიუმი არის ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ამ ნივთიერებების. შესაბამისად არის ძალიან მარილიანი ეს. ნუ რაღაცის გემოები აქვს დამატებული. რაც რომ მე წყალში გახსნი ამას, მით უკეთესია. ნუ ლიტრა ნახევრამდე წყალში იხსნება, ნახევარი ლიტრიდან ლიტრა ნახევრამდე. ამასაც ყველას გირჩევთ აუცილებლად. Power bank-ი. ზოგმა შეიძლება თქვას რამხელა power bank-იო? კი, დიდია, 20,000-იანი არის, მაგრამ მე მჭირდება. თქვენ ალბათ 5,000-იანი, 10,000-იანი გეყოფათ. მე მჭირდება, იმიტომ რომ გარდა ამ ნივთებისა მაქვს დრონი, მაქვს GoPro, ტელეფონი, რომელსაც ხმარობ ასევე გადაღებისთვის და ამიტომ ჩემთვის საჭირო არის რომ მქონდეს ძლიერი power bank. ვთვლი რომ ძალიან საჭირო ნივთი არის აი ეს Garmin-ის საათი, რომელიც არის საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ არის აი ნომერ პირველი ნივთი რომ გადაგარჩინოს დაკარგვას. სავარჯიშო საათია ასევე, ანუ ვარჯიშიც ხმარობ. შენ ჯანმრთელობაზე რაღაცებზე რომ ზრუნავს, მთელი აქვს კომპასი, ალტიმეტრი, ბარომეტრი და ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ის არის, რომ შეგიძლია აი მაგალითად რუკა ჩართო და ინტერნეტის გარეშე GPS-ის საშუალებით განახებს შენს ლოკაციას, სად ხარ, განახებს შენ გავლილ გზას, ასევე შეგიძლია წინასწარ GPS ტრეკი გაამზადო კომპიუტერში და გადაიტანო აქ და ჩართო და მიყვე იმ გამზადებულ ტრეკს. მუშაობს ასე იგი უბრალოდ რომ იმუშაოს და არაფერი არ აკეთო 18 დღე ძლებს და GPS-ი ძლებს მე მგონი 40 საათზე მეტი. ასევე power bank-ს ხმარობ იმისთვის რომ დავტანო ეს, იმიტომ რომ თელი დღე რომ ჩართული მაქვს, ანუ ჯდება, იმიტომ რომ ორ დღეში მოგესალმებათ 40 საათზე მეტი არის. power bank-ი ამისთვის საჭირო არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ნივთი. ყველას გირჩევდით რომ გქონოდეთ GPS საათი. თუ არა ეს რამე მსგავსი. შემდეგი ნივთი არის Gerber-ის დანა. კარგი დიდი დანა არის და ვფიქრობ ამის შეცვლას, იმიტომ რომ რეალურად ამჭირდება ამ ხელა დანა. ალბათ ყველას გჭირდება რაღაც ზომის დანა რომ ვატაროთ ლაშქრობაში. ახლა რაც შეეხება აი ამას. ეს არის როგორც ანტიტკიპინის ყიდვა მინდა, ასევე მინდოდა ანტიდათვინი მეყიდა. ეს არის ანტიდათვინი, აგერ ახატია ეს გაგიჟებული გრიზლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ცუდად განწყობილი და ეს გრიზლი რო დავაგდოთ, მაგისთვის გვაქვს ეს სპრეი. ჩვენთან გრიზლები არ არიან. ჩვენთან არის პატარა გრიზლები, brown bear-ები არიან ჩვენთან. ჩვენთან საქართველოში რაც არის, ეს არის იდეალური დათვისგან თავდაცვა. დათვს გარდა იმისა, რომ სუნთქვას უბლოკავს, თვალებს უწვავს, ასევე აბრმავებს დროებით. თან შეგიძლია იხმარო 10 მეტრამდე რადიუსში რა. ეს დამცველი ეხსნება ხმარების დროს. აწვევი ამას და დათვს უნდა თავარი ქარიშენსკენ არ უბერავდეს, მაგ სიტუაციაში უნდა აღმოჩნდეს. ასევე თავდაცვისთვის დამაქვს კელტეკი, რომელიც საკმაოდ სუბუქი არის, 2 კილომდე არის, მუშაობს ლუგერის 9 მმ-იან 9-19 ტყვიებზე. თავარი ფუნქცია, რაც მომწონს ამაში, რის გამოც შევიძინეს იარაღი არის, რომ შეგიძლია აი ესე კომპაქტურად გადაკეცო და ჩადო ჩანთაში. ნუ ერთი უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება ნაკრძალებში და დასულ ტერიტორიებზე იარაღის არათუ ხმარება, არამედ შეტანა. მისი კალიბრიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია, რომ დათვი შეაჩერო, როცა შენსკენ გამოიწევა და გამოიქცევა. თან დათვის ასე მოკლა და რაღაცა არ შეიძლება. ამიტომ დათვისთვის მაქვს ის სპრეი ზუსტად. აი ეს უფრო ის თემა არის, რომ რავი, იმან თუ არ იმუშავა, მე რო აღარ გრჩება გამოსავალი დათვი რომ ჭამს, რა თქმა უნდა, ეხლა თავი უნდა დაიცვა. ასევე ჰაერში გასასროლად ძალიან კარგი არის, რომ ხმით შეაშინო და ნუ სხვა ცხოველებისგან, რავი, მგელი იქნება თუ ტურა იქნება თუ რა იქნება, უბრალოდ რომ ჰაერში გაისროლო, ან იმ მიმართულებით მიწაში რომ გაისროლო, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენს გარშემო არავინ არ არის და უსაფრთხოა სროლა, ძალიან კარგი შესაშინებელი თავდაცვის იარაღი არის ეს.
ეს იყო ჩემი სალაშქრო აღჭურვილობის მოკლე განხილვა. მე რაღაც ნივთები, რაც ძალიან კარგი ნივთებია, მაგებს დეტალურად ცალკე ვიდეოს გავაკეთებ და ავხსნებ. არ დაგავიწყოს რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს ეს რომ ვაკეთო ასეთი კონტენტი, ასეთი ვიდეოები და თქვენს რაღაცა ახალს იმედი მაქვს რომ გაიგებთ ან ნახავთ. ზოგ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ გადაწყვიტოს სად უნდა წასვლა და როცა არსებობს ამაზე გადაღებული ვიდეოები, მგონია რომ ძალიან დიდი შეღავათი არის იმ ადამიანისთვის რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, მომავალ შეხვედრამდე.